ტრამპი ანგრევს კუბის რეჟიმის ფარს, როდესაც აშკარად აჩვენებს იმ წინააღმდეგობას, რომელსაც დიქტატურა ყოველთვის ცდილობდა დაემალა. იმ დროს, როცა ჰავანის ხელმძღვანელობა ყველა უბედურებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს, კასტრიზმის გულთან დაახლოებული პირდაპირი ნათესავები ცხოვრობენ ფლორიდაში, მოგზაურობენ, სარგებლობენ ამერიკული თავისუფლებით და გაურბიან იმ სიღარიბეს, რომელსაც კუბის ხალხი ყოველ დღე აწყდება. ამ ორშაბათს 2026 წლის 8 ივნისს საქმე კიდევ უფრო აქტუალური გახდა ვაშინგტონის ახალი შეტევის შემდეგ. მიგელ დიას კანელის, ლის კუესტას, მანუელ ანიდო კუესტას, ალეხანდრო კასტრო ესპიმისა და კასტროს ოჯახთან დაკავშირებული სხვა პირების წინააღმდეგ. ტრამპის ზეწოლამ შეეხო ფულს, ტურიზმს, საერთაშორისო ბარათებს, უცხოურ კომპანიებს და ახლა უკვე რეჟიმის მორალურ იმიჯსაც. ალეხანდრო კასტრო ესპიმის სიდედრი, რომელიც კუბის დაზვერვის გავლენიანი ფიგურაა და რაულ კასტროს ვაჟია, ცხოვრობს აიალიაში, კუბური ემიგრაციის გულში, შეერთებულ შტატებში, მაშინ როცა დიქტატურა ჰავანაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ანტიამერიკულ რიტორიკას კრიდის. რას მალავდა კუბური ელიტა? რატომ გარბის ის შეერთებულ შტატებში? როგორ გამოიყენა ტრამპმა ეს ჰიპოკრიზია რეჟიმის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. შეტევა დიქტატურისთვის ყველაზე მგრძნობიარე სფეროში დაიწყო. იწყება ახლა. ტრამპის მთავრობამ ახალი სანქციები დააწესა კუბის რეჟიმის ცენტრალური ფიგურების წინააღმდეგ და გააძლიერა ზეწოლა კუნძულის სამხედრო ძალასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. სია შეეხო მიგელ დიას კანელს, მის მეუღლეს ლის კუესტას, გერ მანუელ ანიდო კუესტას, ალეხანდრო კასტრო ესპიმს და რაულ ალეხანდრო კასტრო კალიეს, ალეხანდროს შვილს. ასევე დაემატა კუბის პოლიტიკური და სამხედრო აპარატთან დაკავშირებული ორგანიზაციები. ეს ნაბიჯი მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. ის ბლოკავს ქონებას ამერიკის იურისდიქციაში, ზღუდავს ფინანსურ ოპერაციებს და შიშს თესავს ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს კასტროს რეჟიმის ხელმძღვანელობასთან ბიზნესის გაკეთებას. სწორედ აქ იწყებს დიქტატურის ნარატივი დაშლას. რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა გაეყიდა იდეა, რომ შეერთებული შტატები იყო გარემტერი, პასუხისგებელი სიღარიბეზე, ელექტროენერგიის გათიშვებზე, საკვების ნაკლებობასა და კუნძულის კოლაფსზე. მაგრამ თავად კომუნისტური ელიტა არ ცხოვრობს ისე, როგორც კუბელი ხალხი. სანამ ჩვეულებრივი მუშა რიგში დგას, ელექტროენერგიის გათიშვებს და დაბალ ხელფას ებძვის, რეჟიმის ხელმძღვანელებთან დაკავშირებული ოჯახები თავს არიდებენ ამ პრობლემებს და ცხოვრობენ მაიამიში, მადრიდში და სხვა კომფორტულ ცენტრებში. რიტორიკა ვაშინგტონის წინააღმდეგაა, მაგრამ თავშესაფარი სწორედ შეერთებულ შტატებშია. ყველაზე გამოკვეთილი შემთხვევა ეხება ანა ანადის კარდეირო პაჩეკოს, რომელიც ანა ანალი ლილიან რუედა კარდეიროს დედაა და ალეხანდრო კასტრო ესპიმის ცოლია. მარტინ ნოტიციასის მიერ გავრცელებული გამოძიების მიხედვით, ის თავდაპირველად შეერთებულ შტატებში ტურისტული ვიზით ჩავიდა. შემდეგ კი წლების განმავლობაში ხშირად მოგზაურობდა და 2023 წელს კუბის ადაპტაციის კანონის საფუძველზე მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღო. მას შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის კვლავ აგრძელებდა კუბაში მოგზაურობას. მეორე ქალიშვილი მიურის სელრუედა კარდეირო, რომელიც ალეხანდრო კასტრო ესპიმის სიდედრია, ასევე ცხოვრობს ფლორიდის სამხრეთში და უკვე ამერიკის მოქალაქეობაც აქვს მიღებული. ორივე დაკავშირებულია ხიალიასთან, ქალაქთან, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუბელი ემიგრანტების საზოგადოება შეერთებულ შტატებში. ეს წინააღმდეგობა სერიოზულია, რადგან ალეხანდრო კასტრო ესპიმი უბრალო პიროვნება არ არის. ის რაულ კასტროს შვილია, წლებია კუბის უსაფრთხოების სტრუქტურაში მუშაობს და ითვლება გავლენიან ფიგურად იმ ძალაუფლების სტრუქტურაში, რომელიც დიქტატურას აკრავს. სანამ ის წერს, ღონისძიებებში ჩნდება და აშშ-ს მიმართ მკაცრ პოზიციას იცავს. მისი პოლიტიკური ოჯახი ზუსტად იმ სისტემით სარგებლობს, რომელსაც რეჟიმი საჯაროდ აკრიტიკებს. ეს არის ფარსი, რომელსაც ტრამპი ეხმარება დაემხოს, როდესაც კასტროს ოჯახსა და მათ ოპერატორებს რეალურ ზეწოლას ახორციელებს. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუედა კარდეიროს ოჯახის წარსული რეჟიმში. ანა ანალისა და მეურისის მამა იყო უგო ლეანდრო რუედა ხომარონი, პოლკოვნიკი, რომელიც კუბის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან იყო დაკავშირებული და ფიგურა, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთში სამხედრო აპარატთან ასოცირდებოდა. ის წარდგენილი იყო როგორც კასტრიზმის სანდოპირი, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში ჰქონდა გამოცდილება იმ სტრუქტურებში, რომლებმაც რეჟიმი შეინარჩუნეს. ოჯახი, რომელიც დღეს აშშ-ში ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, კუბის მიტოვებული პერიფერიიდან არ გამოსულა. ეს ფაქტი ანგრევს დიქტატურის ძველ საბაბს. ეს არ ეხება ჩვეულებრივ კუბელებს, რომლებიც სიღარიბეს გაურბიან და თავისუფლებას ეძებებენ.
საუბარია იმ ადამიანების ოჯახზე, რომლებიც სისტემის ზედა ფენასთან არიან დაკავშირებულნი და ამერიკაში შესასვლელ გზას იყენებენ. იმ დროს, როცა რეჟიმი აგრძელებს ოპოზიციის დევნას, ჟურნალისტების დადუმებას, კომპანიების კონტროლს და სახელმწიფო აპარატის გამოყენებას საკუთარი ელიტის გასამდიდრებლად, კუბის ხალხს ასეთი არჩევანი არ აქვს, ვინც კუნძულზე დიქტატურას აკრიტიკებს, ზეწოლას, მეთვალყურეობასა და შიშს განიცდის. ვინც ძალაუფლების წრეს ეკუთვნის, შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს, იმოგზაუროს, საზღვარგარეთ იცხოვროს და შეინარჩუნოს კავშირი ჰავანასთან. ეკონომიკურმა ზეწოლამაც უკვე დაიწყო ხილული შედეგების მოტანა. ტურიზმთან და ფინანსურ მომსახურებებთან დაკავშირებული უცხოური კომპანიები უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2026 წლის 1 მაისს ხელი მოაწერა აღმასულებელ განკარგულებას. სასტუმროების ქსელები, როგორიცაა Blue Diamond და Iberostar, დაშორდნენ სტრუქტურებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო კონგლომერატ GAESA-სთან. კუბის ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ვიზასა და მასტერკარდის სერვისების შეწყვეტს ფუნქციონირებას კუნძულზე. სანქციების რისკის გამო, რომელიც დაკავშირებულია FinCEMEX-თან, რომელიც მიეკუთვნება სამხედროების მიერ კონტროლირებულ სისტემას. ეს ნაბიჯი ყველაზე მტკივნეულად ურტყამს რეჟიმს. კუბა დამოკიდებულია ტურიზმზე, ფულადი გზავნილებზე, საგარეო ფინანსურ ოპერაციებსა და უცხოურ კომპანიებზე, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკა, რომელიც უკვე დახრჩობის პირასაა. როცა დონალდ ტრამპი მიზანში იღებს GAESA-ს, ის ესვრის იმ მექანიზმს, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი დიქტატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ საკონტროლო ბერკეტად მიიჩნევს. ეს არ არის თავდასხმა ჩვეულებრივ კუბელზე. ეს არის თავდასხმა იმ მექანიზმზე, რომელიც მართავს სასტუმროებს, ფულს, კომპანიებს, ბარათებსა და პრივილეგიებს, მაშინ როცა მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს. ჰავანის რეაქცია მოსალოდნელი იყო. კუბის მთავრობამ სანქციებს აგრესია უწოდა, სუვერენიტეტზე ისაუბრა და სცადა სანქცირებული ელიტამ მსხვერპლად წარმოეჩინა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეხლა რეალობის დამალვა უფრო რთულია. დიას კანელი მანუელი იმეორებს ანტიამერიკულ რიტორიკას. ლის კუესტა შეიძლება ამბობდეს, რომ სიაში ყოფნა მისთვის პატივია. და ბრუნო როდრიგესი შეიძლება ვაშინგტონს ჩარევაში ადანაშაულებდეს, მაგრამ ის სურათი, რაც რჩება, სულ სხვაა. რეჟიმის ელიტა საჯაროდ აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს, მაგრამ როცა უსაფრთხოება, კომფორტი და მომავალი სჭირდება, სწორედ შეერთებულ შტატებში გარბის. მანუელ ანიდო კუესტაც ასევე აღმოჩნდა შეტევის ცენტრში. ის ლის კუესტას შვილია და მიგელ დიას კალდერონის გერი. მისი შეყვანა სანქციების სიაში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი მხოლოდ ოფიციალურ თანამდებობებს არ უყურებს, არამედ ოჯახურ ქსელებს, ახლო ოპერატორებს და ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის ქონებრივი ან პოლიტიკური გაგრძელება იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. კუბის დიქტატურა ყოველთვის გადარჩენილა ძალაუფლების ოჯახის წევრებში, შუამავალ კომპანიებში, სამხედრო სტრუქტურებსა და ეხლა ამერიკული გზავნილი მარტივია. გვარი, ოჯახური კავშირი და პოლიტიკური სარგებელიც მოხდება რადარზე. ბრაულ ალეხანდრო კასტრო კალესი, ალეხანდრო კასტრო სპინის შვილი, ასევე შეიტანეს სიაში. ეს ფაქტი აძლიერებს შეტევის მნიშვნელობას, რადგან აჩვენებს, რომ ზეწოლა მხოლოდ კასტრიზმის ძველ თაობაზე არ შემოიფარგლა. ის ეხება მემკვიდრეებს, ახალგაზრდა ოპერატორებს და ადამიანებს, რომლებიც შეიძლება შეინარჩუნონ ბიზნესი ან გავლენა კუნძულზე. დინასტია, რომელმაც სცადა კუბა ოჯახურ საკუთრებად ექცია, ახლა წყვეტს თაობებს გადამამავალ ზეწოლას. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცა აშშ-ში ცხოვრობს. პრობლემა ის არის, რომ კასტროს ელიტა იყენებს ამერიკულ თავისუფლებას, მაშინ როცა რეჟიმი ამავე თავისუფლებას შიდა მოხმარებისთვის გმობს. და ეხლა, როცა ჰავანა ცდილობს სანქციების წინააღმდეგ იყვიროს, მსოფლიო ხედავს იმ სურათს, რომლის დამალვაც რეჟიმს ყველაზე მეტად სურდა. კომუნისტური ელიტა ხალხს რევოლუციაზე ესაუბრება, მაგრამ საკუთარი ოჯახისთვის ამერიკულ თავისუფლებას ირჩევს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და მინისტრი. ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.